თბილისი როგორც მასპინძელი ქალაქი აქტიურად არის ჩართული საორგანიზაციო ღონისძიებებში. ჩვენი ძირითადი როლი არის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხი, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოს მოწესრიგებაზე კეთდება, ასევე ის ძირითადი მარშრუტები, სადაც იმოძრავებენ კონფერენციის მონაწილეები, კეთდება ჩვენი მხრიდან და მიმდინარე რეაბილიტაცია utardeba დაწყებული აეროპორტის გზიდან დასრულებული რუსთაველის გამზირით. გარდა ამისა, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და შანსია იმისათვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები დედაქალაქში. სწორედ ამიტომ ვამზადებთ საინვესტიციო პაკეტებს, რომელიც იქნება შეთავაზებული ინვესტორებისთვის, უძრავი ქონების სფეროში, სასტუმროების მშენებლობაში, ქალაქ განვითარების თვალსაზრისით, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, საკმაოდ საინტერესო პროექტები იქნება შეთავაზებული. 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა, პლუს ჩამოვა 2000-მდე წარმატებული ბიზნესმენი, გაიმართება ბიზნეს ფორუმები, შესაძლებლობა გვექნება, რომ კიდევ ერთხელ გავასწროთ მათ ჩვენი შესაძლებლობები და აი ამ თვალსაზრისით მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება ჩატარებულიყო პარლამენტის შენობაში თბილისში, მაგრამ ამავე დროს საჭირო იყო დამატებითი ინფრასტრუქტურის გაკეთება. თქვენ ნახეთ, რომ შენობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო კარებები და ამიტომ მათი გამოცვლის გადაწყვეტილება იყო მიღებული, ასევე დამატებითი 4 შენობა შენდება, რომელშიც განთავსდება ბიზნეს ცენტრები და მედია ცენტრები. პრაქტიკულად მთელი ერთი კვირის განმავლობაში აი ამ ეზოში ამ ეზოსკენ იქნება მომართული მთელი მსოფლიოს ბიზნეს წრეების ყურადღება. ასეთი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არასდროს ჩატარებულა, ველოდებით 1500 სტუმარს, ბიზნესის წარმომადგენლებს და ასევე 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას, მათ შორის ფინანსთა მინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს და რამოდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ღონისძიების სათანადო დონეზე ჩატარების შემთხვევაში და სრულიად მთავრობა მობილიზებულია და ამ კომისიაში შემადგენლობაში შედიან და ამ ღონისძიების სათანადოდ ჩატარების შემთხვევაში მაღალ დონეზე ჩვენ მივიღებთ ყოველწლიურად ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების საშუალება. არაერთი ღონისძიება იგეგმება, მათ შორის მინდა გამოვყო საინვესტიციო ფორუმი, ანუ მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო ფორუმი, რომელიც ოფიციალურ პროგრამაში ზის და განსაკუთრებული ყურადღება დაერთმობა. ამ ღონისძიებას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი. და მინდა აღვნიშნო, ეს სულ ახალი ინფორმაციაა, რომ CNN-ის წამყვანი ჟურნალისტი გაუწევს მოდერაციას და ასევე გააკეთებს ბატონი ჯონ დევტროისი ჩამოვა ამ ღონისძიებისთვის კონკრეტულად საქართველოს პოტენციალზე სასაუბროთ და როგორც გააშუქებს, ასევე წარუძღვება ამ ღონისძიებას. ასევე მინდა აღვნიშნოთ, რომ არაერთი ცნობილი ბიზნესმენი ეწევა ქვეყანას, რომელიც ის გააკეთებენ პრეზენტაციას საქართველოს შესახებ და წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას უკვე მათი გამოცდილებიდან გამომდინარე. თვითონ ის სამუშაოები, რომელიც დღეს სასახლეში ტარდება, სასახლისთვის არის, აი როგორ გითხრათ, აი სასიცოცხლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტერია, იმიტომ რომ თვითონ სასახლე არის ძალიან ძველი გარემონტებული შენობა, წლების განმავლობაში მას არ ჩატარებია არანაირი არც კოსმეტიკური, არც აღდგენითი სამუშაოები და თუნდაც აი ეს ნაწილი, რომელიც დღეს ამ უდიდესი ღონისძიებასთან დაკავშირებით ხდება, ამის რემონტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.